პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემაა საქართველოს ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრების შექმნა. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელთან, ანა ბერიშვილთან, რომელიც ამ სააგენტოში სტრატეგიული განვითარების მთავარი სპეციალისტია და სწორედ იგი კურირებს ამ საქმიანობას. ანა, მადლობა მოგზაურობისთვის. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ დავიწყებთ კონკრეტულად ამ პროექტზე საუბარს, რომელიც საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრების შექმნას გულისხმობს ბიბლიოთეკებში, მანამ იქნება 2 სიტყვით თქვენი სააგენტოს მუშაობის ბოლო პერიოდი ერთგვარად შევაჯამოთ. ბატონო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 1 წლის წინ შეიქმნა და წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ჩვენ სააგენტოს რამდენიმე მიმართულება აქვს, შემიძლია გაგაცნოთ ეს მიმართულებები, რომელზედაც ახლა ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის მაგალითად 40,000 IT ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება. 2020 წლისთვის 40,000 სპეციალისტი უნდა ყოფდეს გადამზადებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს პროექტი და 53 სპეციალისტი უკვე გადამამზადეთ 6 მიმართულებით. ასევე მეორე მიმართულება ეს არის ინოვაციური ლაბორატორიების გახსნა ბიბლიოთეკების, უკაცრავად უნივერსიტეტების ბაზაზე. შარშან საგრანტო კონკურსის ფარგლებში გავხსენით 3 ინოვაციური ლაბორატორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Game Lab-ი, ჯიპას უნივერსიტეტში CG Multi Lab-ი კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით და მესამე გავხსენით ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში Geo Lab-ი. პირველი მიმართულება არის თამაშების განვითარება საქართველოში, მეორე არის კომპიუტერული გრაფიკის განვითარებისთვის ბაზე ორიენტირებული, ხოლო მესამე ეს არის მობილური და ვებ აპლიკაციების მიმართულებით. პრინციპი არის ლაბორატორიების ასეთი, უნივერსიტეტის ბაზაზე იხსნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან და ამ ბაზაზე ხდება პროექტებზე ბაზარზე ორიენტირებული პროექტების და დავალებების განხილვა. მესამე მიმართულება ეს არის ფაბლაბებს ვეძახით ჩვენ, ეს არის სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიები, რომელიც გავხსენით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ფაბლაბები აღჭურვილია 3D პრინტერებით, 3D სკანერებით, CNC დანადგარებით, ასევე ლეიზერ ქათერებით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და შექმნას თავი პროდუქტის პროტოტიპი. ამ სივრცის მხარდასაჭერად გვაქვს ასევე სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებები, მაგალითად შარშან ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ სტარტაპ მარათონი, გუნდები 22 გუნდი შეიკრა. ისინი მუშაობდნენ იდეის განვითარებაზე და პროდუქტის შექმნაზე, კონკრეტულად ლეიზერ ქათერის დახმარებით. დღეს 15 გუნდი აგრძელებს როგორც სტარტაპი უკვე მუშაობას, ასე რომ ვთქვათ, და ისინი იღებენ შეკვეთებს, ყიდიან თავის პროდუქციას და ასე შემდეგ. ამოქმედდა. მრეწველობაში გადავიდა იდეა. კი ბატონო. მსგავსი ღონისძიება იქნება ასევე 5 ივლისს. ჩამოყალიბდა 5 გუნდი, ტრენინგი, ჩვენ გვაქვს ინოვაციების და ინიციატივების მართვის ტრენინგი, ერთ-ერთი კურსი არის ინოვაციების სააგენტოსი და სწორედ ეს მონაწილე ბავშვები ქმნიან გუნდებს, ამუშავებენ იდეებს და 5-ში იქნება გამოფენა, მათი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. მომავალთვის 5 ივლისს, დიახ. სად იგეგმება? იგეგმება ლესელიძის ქუჩაზე. აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ საქართველოში იხსნება პირველი ტექნოლოგიური პარკი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. შემოდგომაზე გაიხსნება პარკი და ინოვაციების სააგენტოს ოფისიც გადავალთ იქით. კი. ეს ინოვაციური ტექნოლოგიური პარკი წარმოადგენს ადგილს, რომელიც შეიძლება ითქვას შეგვიძლია შევადაროთ ისეთი კომპანიების ოფისებს, როგორც არის Google, როგორც არის Facebook-ი. ანუ თანამედროვე აღჭურვილი კომპიუტერებით, აღჭურვილი საოფისე ფართების სტარტაპებისთვის, ეგრეთ წოდებული coworking space-ები, რაც ნიშნავს საერთო სამუშაო სივრცეებს, იქნება სხვადასხვა კომპანიების მთავარი ოფისები, შოურუმები, იქნება სხვადასხვა კომპანიების და ასე შემდეგ. მაქსიმალურად იქნება
შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისთვის ამოვიდეს, იმუშაოს ამ ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ლაბორატორიები, რომელსაც ჩვენ ხსნით უნივერსიტეტების ბაზაზე, უფრო თანამედროვე დახურული და უფრო პროფესიულად განვითარებული შეიძლება ითქვას, იქნება ასევე ტექნოპარკის ბაზაზე. ახლა რაზეც თქვენ ისაუბრეთ და თქვენ მიმოიხილეთ, წლის ბოლოს შეგნებულად ყავდა თქვენი ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ქაშიბაძე და ჩვენ მასთან ერთად შევაძამეთ ზუსტად დეკემბრის ბოლოს წელიწადი და ერთგვარად აი ამ გეგმებზეც ისაუბრა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მაშინ ნაწილობრივ გეგმა იყო და ახლა უკვე საქმეა და ძალიან კარგია რომ ეს ტემპი, რომელიც აიღო სააგენტომ არ ვარდება და პირიქით მე მგონი ტემპთან ერთად ფინანსური თუ სხვა ტიპის გაბარიტებიც მკვეთრად უნდა გაიზარდოს თუ გვინდა შედეგი. ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი ინვესტიციაა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის სააგენტოს ამოქმედება, თების გაშლა და სრული დატვირთვით მუშაობა, იმიტომ რომ ამ სააგენტოს ხელშეწყობით ისეთი პროექტებით, როგორცაც თქვენ საუბრობდით, რომლებიც სხვადასხვა ტიპის გამოგონებას, ინოვაციებს ხელშეუწყობს, განავითარებს და წინ წამოსწევს, უკვე სახელმწიფო მიიღებს დადებითი დივიდენდების სახით, რომ არაფერი ვთქვათ ინდივიდებზე, რომლებიც ამ ყველაფერს იგონებენ და ამ ყველაფერზე მუშაობენ. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის სტარტაპ კომპანიების და ახალი კომპანიების ხელშეწყობა, როგორც სხვადასხვა ღონისძიებებით, კონფერენციებით, ტრენინგებით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტირებას, რადგან თქვათ რამდენიმე კომპანია უკვე აქსელერაციის პროცესი გაიარეს, მაგალითად დუბაის აქსელერატორში და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ქვეყნისთვის ინვესტიციების გზრდასაც უწყობს ხელს. იგივე ფინანსური კუთხით ქვეყნის სამომავლო განვითარების მხრივაც გასაგებია. ზუსტად 2 წუთი გვჭირდება ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე და ძალიან მოკლედ გითხარი მაშინ რას გულისხმობს ინოვაციური ცენტრების შექმნა, თქო პირობით ეს თუ ליდი გაგვაცანი და შემდეგ უკვე სარეკლამო ჭრის შემდეგ უკვე ცვლად ვისაუბროთ ამ თემაზე. 2020 წლისთვის საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას 500 ინოვაციური ცენტრი ბიბლიოთეკების ბაზაზე. ჩვენ წლის ბოლოს 2015 წლის ბოლოს უნდა იყოს 4 ასეთი ინოვაციური ცენტრი გახსნილი. ჩვენ დავდივართ რეგიონებში, ვიყავით ჭოპორტში, გორში, ოზურგეთში და ასე შემდეგ, ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ და ვცდილობთ გავიგოთ ზუსტად ხალხს რა სჭირდება, რომ შესაბამისად მათი მოთხოვნის და მათი საჭიროების შესაბამისად გავხსნათ ინოვაციების ცენტრები, საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრები. გასაგები, ანუ მოერგოთ ადგილობრივი მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. კარგით, სარეკლამო პაუზა და შემდეგ უკვე განვაგრძობთ ჩვენ პირდაპირ ეთერში დიალოგს დროებით. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში. კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ თქვენ უსმენთ გადაცემას ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ, ხოლო ჩემი სტუმარია ანა ბერიშვილი, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების მთავარი სპეციალისტია და სწორედ იგი ამ სააგენტოდან ძირითადად კურირებს ისეთ პროექტს, რომელსაც ეწოდება საქართველოს ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრების შექმნა და ვისგან თუ არა მისგან გავიგებთ რა ეტაპზეა ეს, რას გულისხმობს და როგორი იქნება შედეგები, რა შედეგებს ველოდებით. როგორც აღნიშნეთ პირველ ნაწილში მიმოხილვით ვარიანტში, ვითხარი რომ ახლა ცდილობთ იმ რეგიონებში, სადაც ფიქრობთ მსგავსი ცენტრების გახსნას, მეტად გაეცნოთ ადგილობრივ საჭიროებებს და სწორედ მათ საჭიროებებს მოარგოთ ინოვაციური ცენტრების ერთგვარად მიმართულება, თორემ ალბათ იგი მაინც ზოგადი იქნება ყველგან. ბიბლიოთეკებში რატო იღებთ აქცენტს? ბიბლიოთეკა წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, კულტურულ ცენტრს სოფლისთვის და რეგიონისთვის ზოგადად. ადამიანები ხშირად დადიან ხოლმე ბიბლიოთეკებში და შესაძლებლობა აქვთ, რომ განათლების დონე აღიმაღლონ და ცნობიერება გაიუმჯობესონ, ასე რომ ვთქვათ. საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრების ძირითად მიზანსაც სწორედ საზოგადოების და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, თუმცა ჩვენ კონკრეტულად უფრო სამიმართულებაზე ვართ ორიენტირებულები, ეს არის კომპიუტერული უნარების განვითარება, ტექნოლოგიური უნარების განვითარება და მეწარმეობის უნარების განვითარება. ეს სამი ძირითადად თავმოყრილი იქნება. ეს ანიშნავს, რომ მხოლოდ ეს სამია, უბრალოდ ეს იქნება ძირითად ბაზისი ალბათ, ხო? დიახ. სტრუქტურა არის ასეთი, რეგიონის ცენტრში, დიდ ქალაქში, ან შესაძლებელია გაიხსნას ინოვაციური ცენტრი, რომელიც ინტეგრირებული იქნება აქსელერატორთან და შესაძლებელია ასევე ინტეგრირებული იყოს, როგორც უკვე აღნიშნე, სამრეწველო ინოვაციურ ლაბორატორიასთან. ეს რეგიონალურ ცენტრში არსებული ჰაბი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ჰაბს ვეძახით ცენტრი,
უზრუნველყოფს მის გარშემო არსებული ბიბლიოთეკების ბაზაზე გახსნილი ინოვაციური ცენტრების ტრენინგებით მომსახურებას, ძირითადი კონფერენციები მაინც ამ ჰაბების ბაზაზე ჩატარდება და გაიმართება, ასე რომ ვთქვათ, ხოლო მის გარშემო არსებულ პატარ-პატარა სოფლებში შეიძლება პატარა სულაც არ იყოს და სოფლებში და დასახლებებში გაიხსნება ბიბლიოთეკების ბაზაზე ინოვაციური ცენტრი. ინფრასტრუქტურა იქნება ასეთი. ძირითადად აღჭურვილია რამდენიმე კომპიუტერით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10-მდე კომპიუტერი. გამოყოფილი იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს მოსახლეობა შეიძლება მისვლა ერთი იდეის გარეშე, ასე რომ ვთქვათ, დისკუსიების გამართვა და ასე შემდეგ. იქნება გამოყოფილი ასევე პრეზენტაციებისთვის და ვებინარებისთვის ოთახი, სადაც მოსახლეობა შეიძლება სხვადასხვა ვიდეო მასალის გაცნობას, ვებინარები ჩატარდება და ასე შემდეგ. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ გლობალურ ბაზართან დაკავშირებას, თავისი იდეების განვითარებას და თავისი, ასე რომ ვთქვათ, კონკურენტუნარიანობისა და უნარების განვითარებას. სამწუხაროდ, რეალობა ასეთი, რომ დღეს შეიძლება ძალიან ბევრი ბიბლიოთეკაში ნაკლებად დადიან, იგივე რაიონებში ალბათ, მაგრამ მსგავსი ცენტრების გახსნა იქნება ერთგვარი მეორე სიცოცხლეც ალბათ ბიბლიოთეკებისთვის და ემანდ ცენტრში მოსული ადამიანი იქნებ წიგნისკენად შეტრიალდეს მერე ან პირიქით. გონია რომ ძალიან სწორადაც მოიქეცით და კომპლიმენტი ჩემგან, ასე ვთქვათ, რომ კარგი სივრცეში არჩიეთ. სიტყვაზე ვთქვათ არაფერს ვერჩი, მაგრამ გამგეობა ან რაღაც სხვა ორგანიზაციები, არამედ ბიბლიოთეკები, ის ბაზა რომელიც არის, ფუნქციონირებს, შეიძლება არავინ იყენებს, შეიძლება ბევრი იყენებს, მაგრამ მისი მრავალფეროვნებისთვის და დღეს, როდესაც სამყარო ასე ვთქვათ, იცვლება, კლასიკური ბიბლიოთეკისთვის მრავალფუნქციონალობა მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ეს მსგავსი ცენტრი იქნება ერთგვარი დამხმარე საშუალება. კი ბატონო, ბიბლიოთეკა წარმოადგენს საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც აკავშირებს მაგალითად სკოლას და იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაამთავრა სკოლა და შესაძლებლობა აქვს განათლება მიიღოს სწორედ ბიბლიოთეკის ბაზაზე და ჩვენ უზრუნველყოფს ამ სივრცის კომპიუტერიზაციას და შესაბამისად განათლებას. ფაქტობრივად შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით ვათანამედროვებთ ვეობთ. თანამედროვეს ხვდით ბიბლიოთეკას. შეიძლება ასეც ითქვას. დაახლოებით რამდენ ქალაქზე გაქვთ თავდაპირველად აქცენტი ან რამდენ სოფელს? პირველ ეტაპზე რამდენი უნდა გაიხსნას, რამდენი ბიბლიოთეკას აითვისებთ? 2015 წლისთვის იგეგმება 4 ბიბლიოთეკის 4 ინოვაციური ცენტრის გახსნა. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება გორში. გორის ინოვაციური ცენტრი ინტეგრირებული იქნება Fab Lab-თან, ანუ სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიაში დამზადებული პროდუქტის ან პროტოტიპის განვითარება იქნება შესაძლებელი ინოვაციურ ცენტრში. გორის ინოვაციური ცენტრი უზრუნველყოფს გარშემო რეგიონში არსებული სკოლების, მაგალითად, სხვა ინოვაციური ცენტრების, რომელიც მომავალში გაიხსნება, მათ ტრენინგების ჩატარებას და ასე შემდეგ. და ეს იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად არ ვაპირებდით გორში სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნას, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, თვითონ მუნიციპალიტეტი იმდენად დაინტერესებულია ამ სფეროს განვითარებით და იმდენად ხედავენ პოტენციალს და პერსპექტივას, რომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით გაგვეხსნა სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია. გასაგებია, გორი, აღმოსავლეთ საქართველოა, დასავლეთში მსგავსი ტიპის ჰაბის გახსნას ხო არ ფიქრობთ? დასავლეთში ამ წელს სავარაუდოდ ესე დაზუსტებით არ შემიძლია რომ თქვა ამ წელს იქნება თუ არა, თუმცა ჩვენ ვიყავით გურიაში ჩასულები, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ასევე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები ჰაბების და ინოვაციური ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით. ინტერესი თუ არის, თქვათ, რომ გორიდან ინტერესი იყო და კარგია ჰაბი მიიღეს ჯამში ამ ინტერესის სანაცვლოდ და სხვა რეგიონებში სადაც ჩადიხართ ეცნობით, იგებენ თქვენ შესახებ, თქვათ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, აქტივობა საიდან იყო, რომ მოშურნეობა, რომ ჩვენთან მოდით. სიმართლე რომ გითხრათ, ესე კონკრეტულად არ შემიძლია რომ გამოვხო რომელიმე ადგილი, რადგან დაინტერესება არის ძალიან დიდი. ხალხი შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. შეუძლია ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა, ტექნოლოგიების გაცნობა და ასე შემდეგ. ჩვენ ზუსტად რომ ვხედავთ ამ პოტენციალს, ამ ადგილების შესწავლით, ამიტომ ვთქვათ, ასეთი სერიოზულ ნაბიჯს და ამ ხელა პროექტზე სწორედ ამიტომ მუშაობთ. გარდა ყველაფრისა, რაიონებში და სოფლებში მსგავსი ცენტრის ამოქმედება საშუალებას მისცემს რეგიონში მცხოვრებ მოზარდებსაც, რომ სამწუხაროდ არ არის ახლა ყველა ჩვენი საქართველოში ინფრასტრუქტურულად ისე განვითარებული, რომ იგივე თემატური კლასები იყოს სრული დატვირთვით, სადაც ბავშვი შეიძლება თავის შესაძლებლობის
მაქსიმალურად მნიშვნელოვანია კი ძალიან კარგია ვთქვათ ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე კონკრეტულად ბაზაზე რისი სწავლა შეიძლება იქ მოსულ ადამიანს. სწორედ ამ მიმართულებაზე ვამბობ, რომ იმ ბავშვს სივრცე ექნება, რომ თუ სკოლაში ვერა და სახლშიც ვერა, აქ შესაძლებლობა ეძლევა, რომ არა მარტო სივრცე შეგვიძლია ჩვენ რო უზრუნველყოთ, ჩვენ თამაშობთ სხვადასხვა დიდ კომპანიებთან, როგორც არის მაგალითად Intel, HP, Microsoft, ვცდილობთ რომ მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, მივიღოთ ვთქვათ მათგან სასწავლო პროგრამები, რომელიც შეიძლება საქართველოში დაინერგოს ზუსტად კომპიუტერული უნარების და მეწარმეობის უნარების გავითარებისთვის და მათი ადაპტაცია მოხერხდეს საქართველოს ლოკალურ ბაზარზე. ანუ იქ მოსულ ახალგაზრდას მაგალითად შეიძლება არა მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიება, ანუ უბრალოდ თავისუფალი თემა, არამედ შეიძლება კონკრეტული კურსების და კონკრეტულ კურსებზე და ვებინარებზე დასწრება და თავისი უნარების კონკრეტული უკვე ადაპტირებული პროგრამებით გავითარება. ანუ გაიზარდოს. ანუ შეიძლება ვიღაცა იდეით მოვიდეს და იქ მოახერხოს ის, რომ ეს იდეა გაიტანოს და რაღაცა პროექტი და აქცია და შემდეგ უკვე საქმეთ, ან შეიძლება მოვიდეს, რომელსაც იდეა საერთოდ არ აქვს, მაგრამ სიახლეებია ინტერესებს და უნარები ისე განავითაროს, რომ მერე შესთავაზოს რამე საზოგადოებას. თუ შეიძლება აქვე დავამატებ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსალური იქნება განათლება აი ამ სამი მიმართულებით ყველა 500-ვე ინოვაციურ ცენტრში. თუმცა იმის გამო რომ საქართველოს ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია კონკრეტული სპეციფიკაციების მიმართულებით, ან მეურნეობის მიმართულებით, ინჟინერიის მიმართულებით და ასე შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ ინოვაციური ცენტრები მოვარგოთ არა მხოლოდ უნივერსალურ განათლებას, არამედ გავითვალისწინოს რეგიონის სპეციფიკას. და ანუ ამის სტიმულირება შესაძლებელია გავაკეთოთ ესე, რომ კონკრეტული ტრენინგი მივაწოდოთ, მაგალითად კონკრეტული დანადგარი შევისყიდოთ, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონის სპეციფიკაციის განვითარებაზე. თქვენთან ეს გეგმა რაც არის, რომ 500 ინოვაციური ცენტრი გქონდეს საქართველოს ბიბლიოთეკებში. გეგმაში როგორ არის, რომ საბოლოოდ რამდენ ხანში უნდა იყოს 500-ვე ამოქმედებული? 500-ვე უნდა იყოს 2020 წლისთვის ამოქმედებული. ანუ დარჩენილ პერიოდში წესით თავისუფლად უნდა მოესწროს. როგორ ფიქრობთ, ამ ცენტრების ამოქმედების შემდეგ შეიძლება კიდევ რამე ამ ცენტრების სივრცეში, რომელიც ბიბლიოთეკებში ამოქმედება, დაემატოს რაიმე? კი ბატონო, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის აქსელერატორების გახსნა. აქსელერატორი ეს არის სივრცე გამოყოფილი სტარტაპ კომპანიებისთვის, რაც ნიშნავს ახალ კომპანიებს, დიახ, ეს უკვე დამკვიდრებული ტერმინია საქართველოს ბაზარზეც. დამწყები კომპანიებისთვის ისინი გადიან არა კომპანიებისთვის, არამედ შეიძლება რაღაცა ჯგუფების ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად რაღაც პროექტზე მუშაობს. ისინი მიდიან აქსელერატორში შერჩევის პრინციპით, რა თქმა უნდა, და გადიან დაახლოებით 4-დან 6 თვემდე აქტიურ მენტორების სესიებს, მაგალითად, როგორ ჩამოაყალიბონ მარკეტინგული სტრატეგია, ფინანსური სტრატეგია, ფასწარმოქმნა როგორ განახორციელონ და როგორ გაყიდონ თავისი პროდუქტი და ასე შემდეგ. ასეთი პროექტი და მიმართულება აქვს სააგენტოს, მაგალითად, გეგმავთ სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე ასეთი აქსელერატორების გახსნას, უკვე შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე სტარტაპ ნესტი ქვია ასეთ აქსელერატორს და მუდმივად მუშაობთ, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტების ჩავთოთ ამ პროექტში. მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი ინოვაციური ცენტრები გაიხსნება საქართველოს მასშტაბით, აუცილებელია ადამიანებმა იზრუნონ თავისი მეწარმეობის უნარების განვითარებაზე. როდესაც მოხდება ამ უნარების განვითარება, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპს უკვე წარმოადგენს კონკრეტული, ასე რომ ვთქვათ, ახალი კომპანიის შექმნა, ბიზნესის დაწყება. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად აი ამ იდეებისთვის გამოყოთ ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მუშაობას, გამოიყოს ეგრეთ წოდებული საოფისე ფართები, სადაც შეძლებენ მაგალითად თავისი ოფისის დარეგისტრირებას, ასე რომ ვთქვათ, და კომპანიის ჩამოყალიბებას უკვე ამ ინოვაციური ლაბორატორიების ამოქმედებას უკვე. ანუ შემდეგ ეტაპს უკვე მე ვფიქრობ, რომ აქსელერატორის დამატებაც წარმოადგენს ინოვაციური ცენტრების. დაუბრუნდეთ დღევანდელ მიმდინარე საქმიანობას. გორში რა დონეზეა ეს ყველაფერი უკვე დაწყებული, ჰაბის გაკეთება? გორში მიმდინარეობს მოლაპარაკება უკვე აქტიურად მუნიციპალიტეტთან. რამდენიმე ვარიანტია, სადაც შეიძლება ეს ჰაბი გაიხსნას და ჩვენ ვსწავლობთ ამ ადგილებს. ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, შეიძლება იყოს უნივერსიტეტი და შეიძლება იყოს თვითონ მუნიციპალიტეტის ბაზაზე ძირითადად. და ძალიან მალე დავიწყებთ უკვე სარემონტო სამუშაოებს, ამ ტერიტორიის აღჭურვას სხვადასხვა დანადგარებით და შესაბამისად ინოვაციური ცენტრის გახსნასაც. და ეს ბიბლიოთეკები, რომ სადაც უნდა მოეწყოს ცენტრები,
ძირითადად როგორ ბიბლიოთეკებზე გაქვთ რაიონებში აქცენტი აღებული, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებზე თუ საქალაქო? საქალაქო მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში. თქვენ შეისწავლეთ, თქვათ, არსებული ბიბლიოთეკები, მათი რესურსები, შესაძლებლობა. როგორც უკვე აღნიშნე, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ბიბლიოთეკაში უკვე ვიყავით, თქვათ, გავესაუბრეთ ბიბლიოთეკარებს, ვნახეთ საცავები, ვნახეთ ტერიტორია, რომლის გამოყენება არის შესაძლებელი. კი ბატონო, ძირითადად სადაც ვიყავით, ყველგან არის შესაძლებლობა იმისი, რომ ეს ამ ადგილას სარემონტო სამუშაოები ჩავატაროთ და ხალხი მოსახლეობა მზად არის ასეთი ცენტრების გასახსნელად, ასე რომ ვთქვათ. ნუ ჩვენგან რა თქმა უნდა საჭიროა სხვა დანადგარებით და სარემონტო სამუშაოებით უზრუნველყოფა. ნუ სააგენტომ ეს უნდა აიღოს თავის თავზე. ჩვენ ნელა ბოლოსკენ მივდივართ და თუ გვეტყვით რაიმე უახლოეს გეგმას კიდევ რა აქვს თქვათ სააგენტოს და უახლოესი ასე ვთქვათ ღონისძიება რა იგეგმება ჩატარდეს სააგენტოს ეგიდით, ნუ გარდა იმისა, რაც 5 რიცხვი უნდა მოეწყოს, ამაზეც აუცილებლად ვისაუბრეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება არის ტრენერების გადამზადება და როგორც გითხარით, 53 ტრენერი გადავამზადეთ 6 მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ ახალგაზრდების და ახალი თაობის შემდეგ უკვე თავისი ცოდნის გაზიარება, კი ბატონო, ვირუსულად გავრცელებისთვის და შემდეგი ეტაპი არის სწორედ მათი დასაქმება სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება IT მიმართულებით, ასე რომ ვთქვათ. ეხლა ვიწყებთ მაგალითად რუსთავში გქონდა გუშინ შეხვედრა და 6-ვე მიმართულებით რუსთავში გვექნება ტრენინგები, ასევე მზიურში ტარდება ტრენინგები, მიმდინარეობს Android-ის და Java-ს მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტში ტრენინგები და ასე შემდეგ. კარგი, 5 რიცხვის ღონისძიებაზეც გითხარით და ეს აღარ შეგაყვებთ. ინოვაციების სააგენტოს კიდევ ერთი მიმართულება არის ახალგაზრდების უნარების განვითარება, ასე რომ ვთქვათ. გვაქვს ტრენინგის ხაზი ინოვაციების და ინიციატივების მართვა, მონაწილეობას იღებს დაახლოებით 30 ახალგაზრდა და უკვე მეორე ნაკადი გადის ამ ტრენინგს. 28-ში არის დახურვის ცერემონია ამ ტრენინგის და 5 ივლისს იქნება გამოფენა გაყიდვა. ისინი ერთი იდეის გარშემო შეიკრიბნენ, ჩამოყალიბდნენ 5 გუნდად და ახლა 30-ში მივლენ სამრეწველო ინოვაციურ ლაბორატორიებში, შექმნიან პროტოტიპებს თავისი პროდუქტის, ჩაატარებენ, შექმნიან მაგალითად ლოგოს, მოიფიქრებენ სახელს, ჩამოყალიბდებიან გუნდებად, შესაძლებელი იქნება მათი პროდუქტის განვითარება, სხვადასხვა კონსულტაციების მიღება და ფაბლაბში ისინი დაიწყებენ კონკრეტული პროდუქტების წარმოებას, ხოლო 5-ში იქნება გამოფენა გაყიდვა. რაც მნიშვნელოვანია, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 15-მდე კომპანია წინა სტარტაპ მარათონის ღონისძიებიდან აგრძელებს როგორც კომპანიები უკვე მუშაობას და ამ ტრენინგის 5 გუნდს ისინი შემოუერთდებიან გამოფენა გაყიდვის პერიოდში. ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ ფაბლაბში დამზადებული უნიკალური პროდუქტი, რომელიც დამერწმუნეთ, რომ საქართველოში არ იქნება და იქნება უნიკალური. აუცილებლად ვეცდებით, იქნებ ვიდეო რგოლებიც გადავიღოთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე გამოვაქვეყნოთ. ასე რომ ძალიან საინტერესოა, გადაცემა ტერაბაიტი აუცილებლად ამ თემას გაყვება, გააშუქებს. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, რადიოს ფონალს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ანა ბერიშვილი, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენს. იგი არის ამ სააგენტოში სტრატეგიული განვითარების მთავარი სპეციალისტი და ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ საქართველოს ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ინოვაციური ცენტრების შექმნაზე, რაც მნიშვნელოვანია მრავალმხრივ და ალბათ ერთგვარად როგორც უკვე აღნიშნეთ, მართლაც მეორე სიცოცხლე იქნება ზოგიერთი ბიბლიოთეკისთვის და ამ ცენტრების მეშვეობით ალბათ მთავარი მიზანი ის არის, რომ ქვეყანამ გარკვეული გონებრივი თუ იგივე მატერიალური დოვლათი მიიღოს, ანუ საქმეთ ქცეული იდეა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, გადაცემა ტერაბაიტი კი ზუსტად 1 კვირით გამშვიდობებას, ნახვამდის. პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე.